ბავშვებო, თქვენ ცხომელოდით დღევანდელ? დია. ძალიან გიხარდათ? დია. გიხარდათ, ხო? რა გიხარდა ნიკა? აბა, ნახე შესაძლებელია. მე თან სკოლას ვიწყებდი და ძალიან მინდოდა მასწავლებლის ნახვა. მე მიხარია რომ პირველ კლასში ვარ დღენი. აი მე აქ ბავშვებს ხომ დავწერე გილოცავთ, ზღაპარი იწყება და ვიკითხე ვის შეუძლია წაიკითხოს. ელენე მოვიდა და ბავშვებს წაუკითხა რაც ეწერა. გილოცავთ, ზღაპარი იწყება. მარშო ქერაშვილი. გიგი გულიაშვილი. ინათი უკლება. ხმამაღლა. ანა ჭონი. ასე. მარია უკლება. ნუცა ქათამაძე. მოშენ ნიკოლოზ ზირემაშვილი. ნიკოლო ზირემაშვილი. გიო განჯალაძე. ნიტა ხმამაძე. ანასტასია ქსორი. ხმამაღლა თქვა რა? ბაბა ნიკოლაძე. შენ? ირაკლი წერადი. აი ყოჩა. ელენა კოდი. ნინა ასიკაშვილი. ძალიან სასიამოვნო აბა. ემილი კინგურაშვილი. ნიკოლოზ ხუცია. ხუცილა მიგრელი და? ელენა წერადი. ხმამაღლა თქვა ბავშვებო. მათანიკოშვილი. კირიშკა ცამარი. მარშყალა. შენ? საჩვაია. ელენა ჯაჯანიძე. ივა ფარკოსი. აბა შენი სახელი და გვარი მითხარი? ოგოლაძე. ოგოლაძე გაბრიელი, ძალიან სასიამოვნო. გაბრიელ დაჭიქი ხო საფარ? აბა გასწავლეთ ჩვენ ჯადოსნური სიტყვა ვისწავლეთ. აბა რა არის ჯადოსნური სიტყვა? აბა ჩვენი ჯადოსნური სიტყვა. ამ პანდემიიდან გამომდინარე ცოტა ადრეც უნდა დაგვეწყო სასწავლო წელი და ჯერ ისე ველოდებოდი ამ ახალ ბავშვებს. თითოეული ბავშვი, რომელთანაც მე მუშაობა მიწევს, ძალიან თვითფასია ჩემთვის და 25 კიდე ახალი ადამიანი, ახალი ბავშვი, რომელსაც უნდა შევხვედროდი და მოლოდინი რა თქმა უნდა იყო პოზიტიური, იმიტომ რომ ყოველ ახალ ადამიანთან შეხვედრა და მასთან ურთიერთობა პოზიტიური და მით უმეტეს როცა ბავშვებს ეხებათ ეს ასმაგათ უფრო მნიშვნელოვანია და დადებით ემოციებს აღძრავს. ეს 25 ანგელოზი შემოვიდა დღეს ჩემთან და პირველმა დღემ ჩაიარა მშვენივრად. შემიძლია ვთქვა რომ მოლოდინსაც კი გადააჭარბა ძალიან დიდი ინტერესით, ენთუზიაზმით, მომზადებულები იყვნენ ბავშვები, ესეთი მოცემციმე თვალებით მიყურებდნენ და ინტერესით რას ვეტყოდი, რას გავაკეთებდით. ბოლოს ცოტა დაიღალნენ, მაგრამ არაუშავს ესეთ ჩვეულებრივი პროცესია, პატარები არიან და საბავშვო ბაღის შემდეგ პირველად უწევთ უკვე ასეთ სივრცეში ყოფნა, რომელიც სრულიად უცხოა მათთვის, ახალია და მე მესმის რთულია მათთვისაც, მათი მშობლებისთვისაც, ჩემთვისაც საკმაოდ რთული, საპასუხისმგებლო და ამავე დროს მნიშვნელოვანი და სასიამოვნო, რაც მთავარია, ვარ ემოციებით სავსე. ძალიან ემოციური დღე იყო. აი სავსე, გავსე ბოლომდე სავსე ვარ ემოციებით და წინ მთელი ამბავი გვაქვს. როგორც დავწერეთ, ესე დავწერე რომ გილოცავთ, ზღაპარი იწყება და ვკითხე კიდეც დღეს და თმა ბავშვმა მითხრა, რას ნიშნავს მეთქი ზღაპარი იწყება და ეს არის დასაწყისი იმ სამყაროსიო ზღაპრისო, რაც მე მომავალში გველოდებაო და ძალიან საინტერესოდ ახსნა ბავშვმა და ბავშვები საერთოდ გენიოსები არიან, არც გამკვირვებია, ძალიან გამეხარდა და ნახოთ რა იქნება. მთელი 4 წელი გვაქვს კიდევ წინ და მთელი 4 წელი უნდა გავიაროთ ერთად. ამათ აქვთ ბევრი ინტერესი და მე შევეცდები მათი ინტერესი დავაკმაყოფილო და გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ჩემგან წასვლის შემდეგ იყვნენ არა მარტო სწავლით, ვთქვათ, აკადემიური უნარებით კარგად აღჭურვილები, არამედ ეს რაღაც ადამიანური ყველაზე მთავარი პოსტულატები, რაც არის ცხოვრებისეული, გაყვეთ, რაც შეიძლება საწყის ეტაპზე ადამიანმა ისწავლოს, აი მოვახერხო ამის სწავლება.
რა თქმა უნდა, მათ ოჯახთან ერთად, მათ არაჩვეულებრივ მშობლებთან ერთად და იმ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, რომელშიც მათ მოუწევთ მუშაობა. რა ვიცი, ბედნიერი იყოს მათი გზის დასაწყისი და 4 წელი რომ გავა, მერეც ნახოთ, რას ვიტყვით, როგორ შევასრულებთ ჩვენ ამ პირობას, ახლა ამ წუთას მიიღეთ ეს როგორც პირობა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, იმიტომ რომ მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის წინაშე, ღმერთის წინაშე, ამ ბავშვების წინაშე, მათი მშობლების წინაშე და ჩემი ქვეყნის წინაშე. სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალისფერია შენზე უსაყვარლესი ქვეყნად არაფერია ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიას მე რომ გელიცოდე ასე არსა გელია მე რომ გელიცოდე ასე არსა გელია შეგავან მარგალიტებს ყველა ჩემი ცრემლია სიყვარულში იცოდე მონატრებას ბევრია ყვავილების ნამქერი შესევიან ლელიას მე რომ გელიცოდე ასე არსად გელია მე რომ გელიცოდე ასე არსად გელია ყვავილების ნამქერი შესევიან